ქუთაისში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში EPIELOS ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის კამპუსი გაიხსნა. შედეგად მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ LGS-ის სამართლისა და საჯარო მმართველობის სამივე საფეხურის პროგრამები. ასევე შეიქმნება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამები. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მსურველებს EPIELOS მიერ სერტიფიცირებულ კვალიფიკაციის ამაღლების კარიერული განვითარების და ცნობიერების ამაღლების პროგრამებს შესთავაზებს. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი და ევროპის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლა განახორციელებენ მომავალში ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს. აქ არის საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, მაგალითად ევროპული სამართალი, ევროპული მმართველობა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელიც იქნება სავარაუდოდ საინტერესო იმ ხალხისათვის, ვინც არიან დასაქმებული საჯარო სექტორში, იგულისხმება ამ შემთხვევაში თვითმმართველობები და ასევე პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან კერძო სექტორში. ეს პროგრამები განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იქნება შეთავაზებული მსურველებისათვის ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას აქვს ევროპაში ყველაზე ვრცელი სამეცნიერო და აკადემიური ქსელი. და ბუნებრივია, რომ ქართული უნივერსიტეტები არიან დაინტერესებული ამ ქსელში ჩართვითა და იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხსნის. მოხარული ვარ, რომ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი არის პირველი, ვინც ამ შესაძლებლობების გამოყენებას გამოეხმაურა. ასევე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება LGS საზაფხულო და ზამთრის სკოლები, EPIELOS საბერძნეთის, იტალიისა და პორტუგალიის კამპუსებში და ასე შემდეგ. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა როგორც საბერძნეთში, ასევე იტალიასა და პორტუგალიაში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა ტიპის სასერტიფიკატო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, რაც დამერწმუნებით ხელს შეუწყობს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მოამზადოს უნივერსიტეტმა მაღალი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე კადრები. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის კამპუსი ქუთაისის ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. მემორანდუმს, რომელიც მრავალმხრივ აკადემიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.